გამარჯობათ, მოგესალმებით, სვირფასო ტელემაყურებლებო. Გავნაგზობთ ჩვენს გადაცემას. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენი სტუდიიდან და ჩვენი სტუმრებიდან პირდაპირ ჩვენს მაყურებელთა მიმართებაში არის ძალიან საინტერესო თემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა მდგომარეობაში არის დღეს როგორც საქართველოს ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. კარგად მოგეხსენებათ უკვე 2022 წლიდან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაციები, სადაც რუსეთის ფედერაციის მხარემ დაიწყო განეიტრალება იმ დაჯგუფებებისა და იმ ფაშისტური იდეოლოგიის პატარებელი სამხედრო ქვედანაყოფების, რომლებიც უკრაინის კერძოდ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ისინი სხვათა შორის სანამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებდა რუსეთის ფედერაცია, მანამდე ჰქონდა შეთავაზება მათ, რომ მათ უნდა დაეყარათ იარაღი და შესაბამისად ეს ფორმირებები უნდა დაშლილიყო, მაგრამ ამავდროულად იყო სხვა დანარჩენი შეთავაზებები ნატოში გაწევრიანება და სხვა დანარჩენი, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს და არ გათვალისწინებას ჩვენ ვხედავთ რა შედეგებით მოყვა. ამის შემდგომ არაერთხელ იყო გარკვეული რაღაც შეხვედრები, ფორმატები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორმე მომხდარი იყო შეთანხმება და შეწყვეტილი იყო ცეცხლი. იყო მინსკის ფორმატი, რომელიც მინსკის ფორმატიც აღმოჩნდა ბლეფი და ტყუილი. ასევე იყო თურქეთში ესა შეხვედრა და მოლაპარაკებები, სადაც ისიც აღმოჩნდა ტყუილი და მოატყუილეს რუსეთს და შესაბამისად კვლავ განაგზო ამერიკის შეერთებული შტატებმა და ევროკავშირმა უკრაინული ქვედანაყოფების, ფაშისტური ქვედანაყოფების გაძლიერება. შესაბამისად რუსეთმა გააგრძელა სპეციალური სამხედრო ოპერაციები და დღეს ეს აგრძელებს და თუ საღად მოაზროვნე ადამიანს შეხედავს სწორად და თუ სწორად შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს ფრონტის ხაზზე ყველა მიმართულებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები არის უპირატესობაში და ყოველდღიურად ახალ სოფლებს და ახალ მიმართულებებზე ხდება მათი გადაჯგუფებები, მათი ტერიტორიების დაკავება და მათი მხრიდან ტერიტორიების დაკავება და წინ უპირატესობაში მყოფა. აქ სხვა პროპაგანდა მედიას, იქ სხვა ინფორმაციებს ავრცელებენ. რეალურად რაც ხდება უკრაინაში, დასავლური პრესა არანაირად ესე იგი არ ამბობს იმას და არც ცდილობს როგორმე სიმართლე უთხრას საზოგადოებას. ისინი ყოველთვის რაღაც ფუთავენ რაღაცა ანტი რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, თითქოს რუსეთი დასუსტდა, თითქოს რუსეთი ინგრევა, თითქოს რუსეთს უკვე აღარ აქვს არაფერი აბსოლუტურად იმისათვის, რომ გააგრძელოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და ასე შემდგომ, მაგრამ როგორც ჩანს, აქ სხვა რეალობის წინაშე ვართ. ასევე დასავლეთი ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ახლა დღეს გარკვეული დოზით ჩახსელია ვითომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ამ პროცესებს, მაგრამ ეს სინამდვილეც არ შეესაბამება, მაინც არის ჩარევებიც არის და არის რაღაც გარკვეული ტიპის დახმარებებიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლომდე არ არის ჩახსელი ამ პროცესებს, მაგრამ აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი და ევროკავშირი პირდაპირ ღიად უკვე აცხადებს, რომ ჩვენ ვზათავართ, რომ ჩვენი კონტინგენტის გადავისრულოთ უკრაინის ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ დავიცვათ უკრაინელები. ეს არის ყველაფერი ტყუილი, არავის უკრაინელების დაცვა არ უნდა და არავის ის არ უნდა იქ რომ თითქოს და ეს უკრაინას იცავენ. პირიქით იქ ხდება სხვა რაღაცა, იქ ხდება უზარმაზარი თანხების გათეთრება, მთელი კორუფცია, რომელიც ჩვენ ვხედავთ და სახელზე არის არაერთი ჩინოვნიკი იქიდან დაპატიმრებული, დაკავებული, აგერ ერმაკიც ახლა დააკავეს და სამაჯურით არის სამაჯურის ქვეშ არის განთავისუფლებული. მთელი და პირველი ყველა იშვებს ხელს ზელენსკის, თავარი აქ არის ზელენსკი, აბსოლუტურად ზელენსკი არის ყველაფერი. ზელენსკის აი მოხუთავენ, დააკონსერვებენ და ყველაფერი დამთავრდება. ეხლა
აი ახლა ბოლო დროს გააქტიურდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მან პირდაპირ ძახის რომ უნდა დავამთავრო უკრაინაში ომი, ხო? არაერთხელ გააკეთა, არაერთხელ ქონდა მცდელობა მათ შეხვედრების, ყველანაირად ცდილობდნენ რაღაც გარკვეული ერთ ურთიერთ ის გამოენახათ რაღაც ენა და ამის საფუძველზე ომი შეჯერებული იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ არ ჩანს რომ აგერ ახლა იმის ნაცვლად რომ რაღაც უკრაინა სხვადასხვა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც ამბობს და ეძახის რომ კი ბატონო ჩვენ მზათა ვართ შევხვდეთ დავსწრეთ ვისაუბროთ და შევთანხმდეთ საკითხებზე რა საკითხების და რა მოთხოვნები ჩვენ აგვაქვს რომელიც საკითხების და მოთხოვნებიც მათ თავიდან ჰქონდათ ისევ ისე აქვს ის მოთხოვნები და სწორიც არის ის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინო ხო ჩვენ გავჩერდებით და არაფერს აბსოლუტურად უკვე დავდგებით იმ რეჟიმში, რომელიც საფუძველზე შესაძლება ცეცხლი. იმის ნაცვლად რომ უკრაინულმა მხარემ რაღაც მართლაც ხედავთ და სოფლიო უყურებს უკვე და მით უმეტეს ამ მდგომარეობა არის ახლა უკრაინაში უკვე უკრაინა ძალიან თუ მდგომარეობაში არის. თითქმის განადგურებულია უკრაინაში ხალხი აღარ არის. აღარ ადამიანური რესურსი აღარ აქვს უკვე უკრაინას იმისათვის რომ მათმა ეს ბრძოლის წოდე წაიყვანოს ეს ხალხი და წლობს ჩააყენონ და იარაღი მიცენ ხელში და ამიტომ არის რომ ქუჩებში ასე დაძდებენ პენსიონერებს დაძდებენ აინვალიდებს და გათოკავენ და მიყავთ ესე იმამდე ომში და ძალიან ბევრი კიდევ წინა ხაზეს ვერ აღწევს მისვლას ქუჩაში იღუპება ზოგი ინსულტით ზოგი ტრომბით ზოგი რა ვიცი გულის ინფარქტით ვიდრე ავადმყოფები არიან და ისინი არ შეესაბამებიან არავითარ შემთხვევაში არანაირ გაწევასა და არანაირ სამხედრო სამსახურში იმას ვალდებულების მოხდას ხო და მათთვის სულ ერთი არის მთავარი არის რომ მათმა აი საზარბაზნე ხორცი მოკრიფონ ქუჩაში და გადაიყვანონ იმაში წინა ხაზზე რომ რაღაცნაირად შეუშალონ ხელი და შეაჩერონ იმიტომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ აი ეს იმის ნაცვლად ეს ყველაფერი და შეაჩერონ და ბალანსონ რაღაცნაირად გადაარჩინონ უკრაინა აგერ ეხლა ერთი კვირის უკან ძალიან საშინელი რამ ჩაიდინა უკრაინულმა მხარემ ეს იყო რაღაც ტერაქტსაც ვერ დავათქვა ამაზე მეტი უარესი ტერაქტზე მეტი უარესი ლუგანსკში სტარაბელსკში სადაც საერთო საცხოვრებელში ღამით ბავშვებს ეძინათ სტუდენტებს ბავშვებს ეძინათ და დრონებით აწარმოეს საჰაერო დარტყმები პირდაპირ ამ საერთო საცხოვრებელზე პირდაპირ სამიზზე იმას კი არ გეუბნებით რომ იქ შეცდომა რაღაც კოორდინატების გადაცემაში შეცდნენ ან რაღაც არა ის მიზანმიმართულად გააკეთეს მიზანმიმართულად იმიტომ რომ აკითხვის ნიშნები არსებობს ანუ ეს იყო პროვოკაცია ხო და 21 ბავშვი არის აი პირდაპირ ღამე ძინარე ბავშვები დაბომბილი და მოკლული ხო აი ესეთი საშინელი რაღაცა მოხდა და საშინელი რაღაცებს ჩადიან ეს ფაშისტური დაჯგუფებები და კიდევ გამოდიან აქ ვერ და ამბობს რომ აი რუსები რას აკეთებენ ხო ხედავთ ხოცავენო უდაანშაულო ხალხს კაცო როგორ ფაქტის ახეზი არის აგერ ჯერ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაციები სამ დაიწყებოდა მანამდე არის დახოცილი დონეცკში ლუგანსკში და იმაში ბავშვები და უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა ამ ფაშისტური დაჯგუფებებს მხრიდან და ეხლა კიდევ აგერ რა გააკეთეს ხომ ხედავთ აი დღეს ამ თემებზე ვისაუბრეთ ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი შმაგილ ლურსმანაშვილი მოგესალმებით ბატონო შმაგილ მადლობთ რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში ჩვენი ხშირი სტუმარი ხართ და იმიტომ ხარ ხშირი სტუმარი რომ აი ეს მიმართულებები რომელი მიმართულებებსაც ჩვენ გვიწევს საუბარი და რომელი მიმართულებებითაც ჩვენ განვიხილ მიმართულებებსაც განვიხილავთ და შესაბამისად ვეუბნებით ჩვენ ტელემაყურებლებს ამ საკითხების თქვენ კარგად ახართ როგორც ანალიზი გაქვთ კარგი ასევე შეფასებებითაც კარგი და რა მოხდა და რა დატვირთვა ქონდა ამ უდანაშაულო ბავშვების დაბომბვას ბატონო შმაგი და ეს რა არის და შეიძლება ასეთი რაღაცეები ჩაიდინოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფალმა ან სამხედრო ხელმძღვანელობამ ასეთი მსგავსი ტიპის ოპერაციები ჩაატაროს გამარჯობათ ბატონო ტრისთან მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო ტელემაყურებელო ქართველებო მართლაც ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები უკრაინის რუსეთ-უკრაინის ფრონტზე თქვენ რომ აღნიშნეთ რომ
ესე იგი ტრამპს უნდა და ესე იგი მოსკოვი მზად არის ომის გასაჩერებლად და შესაბამისი შეთანხმების მისაღწევად, რომ ესე იგი ომი შეწყდეს, შეწყვეტის ნაცვლად ომმა მიიღო ახლა ძალიან დიდი, ესე იგი უფრო გაფართოების დინამიკა მიიღო. ეს რაში გამოიხატება? ჩვენ ვიცით თუ გადავხედავთ ამ ომის 22 წლიდან ამ ომის ესე იგი ქმედებებს, ხომ, საომარი მოქმედებებს ამ ოპერაციის ანტიტერორისტული ოპერაციის რუსეთის რომელიც ის ახორციელებს 22 წლიდან 2022 წლიდან უკრაინაში, ჩვენ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მომენტები. პირველი მომენტი იყო ეს 5 დღიანი ომი, როდესაც უკვე რუსეთის ჯარები იყვნენ კიევის მიმართულებით, კიევთან იყვნენ უკვე მისული, ოლქში იყვნენ, კიევის შემოგარენში იყვნენ და სასწრაფოდ მეხუთე დღეს შედგა მოლაპარაკება თურქეთში და ეს მოლაპარაკების საფუძველზე უნდა დაწყებულიყო მაშინ, ასე იგი დონეცკისა და ლუგანსკის ავტონომიური საკითხის უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყვნენ ეს. აი ასე იყო. პირველი მოლაპარაკებების და რუსეთმა გამოიყვანა შეთანხმდა ამას სტამბოლში, რუსეთმა გამოიყვანა ჯარები, როგორც იტყვიან, კიევის ჩრდილოეთ მხარიდან და მთავარი ბუჩა, ირპინიდან. ხო, ირპინიდან, ბუჩიდან გამოიყვანა კიევის შემოგარენიდან, აეროპორტიდან ესე იგი გამოიყვანა ჯარები და თავისი მთავარი ძალები გადმოისროლა სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის სამხრეთ, აი დონეცკის, ზაპოროჟიეს და აზოვის ზღვისპირა მხარეში. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს იყო აბსოლუტური ტყუილი თურმე, არავითარი შეთანხმება მათარდა, დაარღვეს შეთანხმება, რომელიც მათ მიაღწიეს და ეს გააკეთა, როგორც ცნობილია, ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯონსონის ვიზიტის სასწრაფოდ ვიზიტის უკრაინაში, რომელმაც უკვე ესე იგი უკრაინელის პრეზიდენტ ზელენსკის აუგზავნა ასეთი შეთანხმების დადება და მოუწოდა და ახალი ომისაკენ მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ უკვე მიმდინარეობს ეს ომი, ძალიან დიდი ასეთი რუსეთმა აზოვის ზღვისპირა მთლიანად აიღო ტერიტორიები, ყირიმთან პირდაპირ გააკეთა სახმელეთო გზა გაჭრა და ახლა არის ხერსონის, ზაპოროჟიეს და ოდესის ესე იგი მიმართულებით უკვე არის მისული თითქმის და იქით შემდეგ მოლდავეთი და დნეპრისპირეთის. მაგრამ 9 მაისის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უფრო ესე იგი ყველაფერი შეიცვალა. 9 მაისის შემდეგ, როდესაც აღინიშნა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებთან გამარჯვების დღე, მის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ როგორი ულტიმატუმი წაუყენა კიევმა, ესე იგი მოსკოვს საზეიმო პარადის ჩატარების პროვოკაცია. ხო, პროვოკაცია და აი ეს ყველაფერი, რასაც ესე იგი ამის შემდეგ უკვე ომმა მიიღო სხვა მასშტაბები, ეს რაში გამოიხატება? უკრაინის დრონები უკვე მასიურად, რეგულარულად რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ დარტყმებს, სხვადასხვა დარტყმებს, საჰაერო დარტყმებს, ძირითადად ეს ეხება ნავთობისა და ესე იგი ნავთობ გადამასამუშავებელი ქარხნების არის სამიზნე, ძირითადი სამიზნე. და რომელსაც ისინი რეგულარულად აწარმოებენ და რუსეთმაც არ დაახანა და კრემლმა უკვე მეორე კვირა არის ძალიან დიდ მასშტაბურ საავიაციო სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. ის უკვე ანადგურებს, რომელიც ადრე იყო ხელშეუხებელი, ის უკვე ანადგურებს ქარხნებს, ანადგურებს ფაბრიკებს, ანადგურებს იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომელიც უკვე დაკავშირებული არის იარაღის წარმოებასთან. და ანადგურებს აგრეთვე საკამანდო სამეთაურო პუნქტებს, ბუნკერებს და ასე შემდეგ. უკვე როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, გენერალურმა შტაბმა შეცვალა ტაქტიკა, უკვე ისინი აღარ მოქმედებენ, რომ ესე იგი რამდენიმე მიწა დაიკავონ და რამდენიმე ტერიტორია დაიკავონ, ისინი უკვე პირდაპირ აი ამის საპასუხოდ პირდაპირ ახორციელებენ უკვე, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა, ესე იგი ახორციელებენ იმ ობიექტების დაბომბვას, რომელიც პირდაპირ ესე იგი ემსახურება უკრაინის არმიის
შეერაღებული ძალების მომარაგებას და მისი ესე იგი უზრუნველსაყოფ ობიექტებს. ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ქარხნები, ფაბრიკები და ბუნკერები. გუშინ დაიბომბა, წოხელაც დაიბომბა, ესე იგი ძალიან ბევრი 6 სიღულქი დაიბომბა გუშინ. კიევში მიდის ყოველდღე უკვე მეორე კვირაა კიევი იბომბება. კიევის ცენტრის დაიბომბა კრეშატი, ესე იგი და სხვადასხვა ის ქარხნები, ის საწარმოები, რომელიც იყო ადრე ხელშეუხებელი, მაგრამ ახლა უკვე ესე იგი რუსეთი დიდი დრონებით 500-600 დრონით და შემდეგ მას ეხმარება სხვადასხვა სარაკეტო სისტემები, არეშნიკის ჩათვლით, ცნობილი არეშნიკის ჩათვლით, ისკანდერები მუშაობენ და ამიტომ მიმდინარეობს წერტილოვანი განადგურება იმ ობიექტების, რომელიც არის ესე იგი ომისათვის საჭირო. მაგრამ აი მე ამ გრადუსის ეს რომ გააკეთეს ეს ტერაქტი. ხო, აი მაგი მინდა გეცადე. აი ეს ტერაქტი. გასაგებ რუსეთი აწარმოებს კომპლექსურ სარაკეტო დარტყმებს იმ სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებზე, რომელიც სამხედრო სტრატეგიული ობიექტებითაც ამარაგებენ უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებს, მაგრამ უკრაინულმა მხარემ დაარტყა ბავშვთა საერთო საცხოვრებელს დარაბეში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი დასავლეთის ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ პატრიოტულ ტელემაყურებლებმა უკრაინაზე, უკრაინის კენდებებზე, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამას აკეთებს ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, პოლონეთი, აი ეს დასავლეთის კოალიცია. ამერიკელებიც იქ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ვითომ მშვიდობის მოყვარე და გაეცალა ვითომ ამ უბრალოდ, მაგრამ მაინც მიდის ამერიკელებისგან შესყიდვა იარაღის და გადმოცემა უკრაინაზე. ესე იგი, ამ დასავლეთის კოალიციამ, როდესაც სამშვიდობო მოწოდებები გამოუჩნდა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც სამშვიდობო, ესე იგი, მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის გაჟღერდა, აი პირიქით მაგათმა გააძლიერეს აი ასეთი რუსეთის თავდასხმები და აი ეს ტერაქტი ლუგანსკის ოლქში კოლეჯის საერთო საცხოვრებელი რომ დაიბომბა და 21 ადამიანი ახალგაზრდა გოგონები დაიღუპნენ. ეს არის აი აქედან ამ სერიიდან რომ დასავლეთის ძალებს არ სურთ ამ ომის დამთავრება, მათ სურთ რომ ეს ომი კიდევ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს უკრაინაში. და თვითონ აცხადებენ, ცნობილი ეს არის მაკრონი აცხადებს, მერცი აცხადებს, რომ ჩვენო ესე იგი 29, 28, 30 წლამდე უნდა შევძლოთ ჩვენი არმიის ესე იგი შექმნა. ახალი შეერაღებული ძალების შექმნა, შესაბამისი შეერაღები უკრაინის ომის ხარჯზე. ხო, უკრაინა ახლა ეს იქნება აქამდე ესე იგი დაკავებული რუსეთი, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ ესე იგი აი ასეთი გავრცელეს, რომ რუსეთს ჩვენ უნდა ვეომოთო პირდაპირ. ანუ ჩვენ ესე იგი უკრაინის ხარჯი დავასუსტებთ რუსეთს? ხო, დავასუსტება რუსეთს და შემდეგ 2-3 წლის მერე ჩვენ უკვე მოვგძლიერდებით, შექმნიან ისინი ესე იგი თავიანთ შეერაღებულ ძალებს და ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრება. აი ასეთი არის მათი გაჟღერებული გეგმა. და ამ გეგმის ესეთი ნაწილი იყო აი ეს ტერაქტი, წუხალ კიდევ გენიჩესკი დაბომბეს და გენიჩესი ერთი ბავშვი დაიღუპა და 11 დაშავდა საცხოვრებელი სახლში. ესე იგი ეს არის იმის ესე იგი გამოძახილი, რომ დასავლეთი ყველანაირი ძალებით ცდილობს, რომ რუსეთმა მიიღოს შესაბამისი ადეკვატური საპასუხო ზომები და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელოს ეს ომი. მაგრამ ჩვენ უკვე ხედავთ, რომ რუსეთის შესაბამისი უწყებების და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ყველა სამხედრო უწყებების ხელმძღვანელები უკვე გამოვიდნენ და უკვე აშკარად ამბობენ, რომ ჩვენ უკვე წითელი ხაზები გადასულია, გადაისვა წითელი ხაზები და უკვე უკან არ დავიხებთ არავითარ შემთხვევაში და ერთ-ერთი გამაფრთხილებელი იყო ევროპელებისათვის რუმინეთში რომ სახლში ესე იგი საცხოვრებელ სახლს მოხვდა შევარდა ერთი დრონი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე შინაგანად მზად არის
უკვე მისი შეერაგებული ძალები მზად არიან, რომ ფართო მასშტაბიანი ომები აწარმოებს უკვე აი ეს წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ იმ ბაზებზე, რომელიც ამარაგებენ უკრაინას. პირველ რიგში ეს განიხილება თავარი, ესე იგი ლოგისტიკური ცენტრი მომარაგების არის პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის სამხედრო ბაზა, რომელიც არის ახლო საზღვართან მდებარეობს უკრაინის საზღვართან და აი ამ უკვე არის გაფრთხილებები, რომ ჩვენ ამას ბალტიისპირეთის ქვეყნები. ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკვე აქ თავის ცალკე საუბარია. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ისეთი გააკეთეს ახლა, რომ ესე იგი კალინინგრადშიც წავიდნენ, ესე იგი იბომბება კალინინგრადის ოლქი და ესე იგი სანქტ-პეტერბურგში და გუშინ იყო დაბომბები. ესე იგი ბალტიისპირეთის ქვეყნების მმართველი ელიტა, რომელიც ახლა კალასის ხელმძღვანელობით არის ჩაბარგებული ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებში, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ესე იგი დასავლეთი ჩაითრიონ რუსეთთან პირდაპირ ომში. ისინი ვერ ჩერდებიან, იმათ უნდათ რომ ესე იგი დასავლეთი ჩაითრიოს, მაგრამ ამიტომ ეს პროვოკაციები ეს არის ყველა პროვოკაციები, ეს არის იმისათვის განკუთვნილი, კიდევ არის შესაძლებელი. მე არ გამოვრიცხე რომ კიდევ იყოს ასეთი ტერაქტები, რომ ესე იგი რუსეთის ხელმძღვანელობა აიძულოს უკვე ფართო მასშტაბიანი ომისათვის და გუშინ გაცხადდა პირდაპირ რომ შემოდგომაზე უკვე რუსეთი აპირებს კიდევ ერთი მობილიზაციის კამპანიის ჩატარებას. შეერაგება 600,000 ადამიანი არის კიდევ გამოსაწვევი ჯარში. ესე იგი რუსეთის ხელმძღვანელობა დარწმუნდა იმაში, რომ აი ამ ბოლო 9 მაისის შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ ის უკვე ეომება დასავლეთს უკრაინის ტერიტორიაზე. და ამისათვის ისინი მზად უნდა იყვნენ, მზად არიან, რომ ევროპის ტერიტორიებზე განახორციელონ უკვე იმ სამხედრო მნიშვნელობით ტერიტორიაზე, საიდანაც უკვე ესე იგი მარაგდება უკრაინა, საიდანაც შემოდის იარაღი, რაკეტები, დრონების გამკეთებელი ქარხნები და ასე შემდეგ. ამიტომ რუსეთი პასუხობს საპასუხო და უკვე ისეთ მიდის საქმე, რომ არავითარ ჯერჯერობით თუ რამე რაღაც კარდინალური არ მოხდა, ამ ომის კიდევ ახლა იწყება თითქმის ესე იგი ეს ყველაფერი იყო თურმე რაღაც ჟურნალი, ომი ახლა დაიწყება უკვე ისეთი პირი უჩას ყველაფერს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს აგრეთვე ამასთან ისრაელის ესე იგი ეპოპეა, ირანთან ომი, დასავლეთის ომი, ამერიკის შეერთებული შტატებთან ისრაელის ომი ირანთან, რომელიც ესე იგი მარცხით დამთავრდა, ვერ შეასრულეს ის პირობები, რომელიც ჰქონდათ ამერიკელებს დასახული ირანში, ვერაფერი ვერ ქნეს და ესე იგი ფაქტიურად ისინი დამარცხდნენ, ვერ შეასრულეს თავისი მიზნები. ამასთან ერთად ჩვენ უნდა გავიხიოთ ამ ჯაჭვში კიდევ აი სომხეთში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მოხდა. ხო, აი სომხეთზე ჩვენს მეზობელ სომხეთში. ფაშენიანი, რომელიც უკვე რაღაც ალუცნაურად იქცევა. და ახლა რა ვისი იმედი აქვს, რა იმედები აქვს? აქეთ აზერბაიჯანია, იქით ირანი არის, აქეთ თურქეთი არის, ხო? ერთი გზა აქვს რუსეთს, აგერ. ჩვენ რუსეთს საქართველოსი და აი რის იმედი აქვს მას რომ ესე რაღაცეინას შეიცვალა მთლიანად ფაშენიანი, ახლა ამის არ შეცვლილა, იმიტომ რომ ის სოროსის პროექტი იყო და თავის ძოზე მოამზადეს ეს ზურგჩათიანი ადამიანი და მოიყვანეს და დასვეს იქ, იმიტომ რომ შემდგომში შესაბამისად მაგათი დირექტივები შეესრულებია და ახლა ესე არის, ასრულებს, მათ დირექტივებს ასრულებს, მაგრამ აი რა ესეთი დაუშვათ მას ესეთი მხარდამჭერა რომ ესე პირდაპირ ღიად უკვე დაიწყო რუსეთთან დაპირისპირება. მის ძალები ჩვენ ვიცით, კარგად ვიცით, ჩვენი მთავრობაც ხელისუფლებაც უკვე 4 წელი აცხადებს იმას, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად ამერიკელებისა და დასავლეთის მიზნები მათ არ განახორციელეს ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის, ესე იგი რუსეთს რომ მეორე ფრონტი გაუხსნათ კავკასიიდან. საქართველოში ვერაფერი ვერ გამოვიდათ, თქვას ასე პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ბიზინა ივანიშვილი დადგა ძალიან მდგრადად და ყველანაირი მეთოდებით აქამდე საქართველო იყო ომში ვერ ჩაითრიეს და აგერ ახლა თავისი ესე იგი თავიანთი პროტეჟე ფაშინიანის ხელმძღვანელობით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არის ანტიპროტეჟე, ის უკვე ჩართეს ამ საქმეში და მაქსიმალურად
მოუწოდეს მას, რომ ფორსირებული ტემპებით მოამზადოს სომხეთის ტერიტორია ახალი საომარი თეატრის გასახსნელად. ეს საომარი თეატრი იქნება პირველ რიგში ირანის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად რუსეთის საწინააღმდეგოდ. მან ესე იგი მოიწვია ყველა ეს ევროპული რომ იყო ორი კვირის უკან მთელი ევროპის ესე იგი რუსეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ ჩასული ერევანში და იქ გარკვეული ხელშეკრულებები იქნა დადებული რუბიოს ხშირი ვიზიტები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის და ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ აი ასეთი დინამიკით რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს ახალ პლაცდარმს რუსეთის და ირანის საწინააღმდეგოდ ომში ჩასათრევად ეს იქნება სომხეთის ტერიტორია მაგრამ ახლა სასომხეთის ტერიტორია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მზადება პლაცდარმად ეხლა ომში ჩაება რუსეთის წინააღმდეგ რა თქმა უნდა და ირანის წინააღმდეგ ხო ამხელა აქვს ეს რესურსი სომხეთს? ეს რესურსი არაფერი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ სომხეთის ხელისუფლება არის მარიონეტული ხელისუფლება, მან ისეთი ხელშეკრულებები აქვს დადებული, რომელიც გამჟღავნდა და რომელიც კიდევ არ არის გამჟღავნებული, ის ყველანაირი თავის ხალხთან, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მიუხედავად ასრულებს თავიანთი უფროსებისა და თავიანთი კურატორების ნებას. აი ამ კურატორის ნება კი არის ასეთი, რადგან არ უნდა დაუჯდეს, ესე იგი, სომხეთის ტერიტორია გამოცხადდეს კიდევ ახალი ცეცხლის კერად, ახალ ტერიტორიად. და ამიტომ ის არის იძულებული ეს გააკეთოს და აკეთებს უკვე ანტირუსულ ნაბიჯებს დგას, რუსეთმაც უკვე შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, ესე იგი, ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ, თქვენ თუ ნატოში მიდიხართ და ევროკავშირში მიდიხართ, ურგუმაში კაფეო განცხადებები გაკეთდა, ორ იმაზე არ გამოვა, ესე იგი, ჩვენ თანამეგობრობა DST-ის წევრის იყო და ესე იგი თანამეგობრობაზე ჩვენთან ერთად იყო და კიდევ ესე იგი ევროკავშირში მიისწრაფოდეთ, ასე არ გამოვაო და ამიტომ ეკონომიკური სანქციები არის დადებული რუსეთის მხრიდან. აიგზალა მთლიანად იმპორტი და თუ გაზ დღევანდელ დღეს სომხეთი ღებულობს $175 1000 კუბომეტრს, მსოფლიო ფასი კი ჩვენ ვიცით ევროპაში $550-600-ია. $500-დან $600-მდეა 1000 კუბომეტრს და აი ამ ფასით ვიღებთ. ესე იგი, მოკლედ ანუ რამე ბატონო შემე გააგზავნეთ. ანუ ფაშენიანი რომელიც არის ჩაბმული ამ ბინძურ თამაშში, ჩაბმული რა ის იძულებით ჩაბმა არის, იმიტომ რომ აგენტი რომელიც დასვეს, ხო? იმ აგენტმა უნდა შეასრულოს ის დირექტივები, რომელიც დირექტივებს მოდის მისი კურატორიდან, ხო? ნუ ფაშენიანი ასრულებს იმ დირექტივებს, ხო, მაგრამ იმათ არ აინტერესებთ ახლა სასომხეთში მაცხოვრებელი ადამიანები როგორ იცხოვრებენ და რა პირობებში ცხოვრობენ. თავარი არის მათ მიაღწიონ მიზანს და არიონს და ეს იკარა კიდო გახსნან სასომხეთში, ხო? ესაა მაგათი მიზანი, თავარი. ახლა შევხედოთ ჩვენ რას კიდევ გამეორდები. ძირითადად ესე იგი სარჩო და საზდო მას მოდის რუსეთიდან. რუსეთი არის პირდაპირ რუსეთია მიბმული. საქართველოს გავლით. სხვაგან ის ვერსაც ვერ გადის. ვერც თურქეთში, ვერც ირანში და ვერც აზერბაიჯანში. ჩაკეტილი აქვს ეს ყველაფერი. ახლა თუ ვინას აინტერესებს წავიდნენ ბატონო და დადგნენ ეგრე ლარსის საზღვარზე და რამდენი სატვირთო მანქანა გადის ყოველ დღე და რამდენი მსუბუქი ავტომობილები გადის და მიკროავტობუსები გადის იმისათვის რომ სომხები ჩადიან როგორც ერევნიდან ისე ლენინაკანი და სხვადასხვა რაიონებიდან ქალაქიდან მოსკოვში და სხვადასხვა რეგიონებში რუსეთში და იქ მუშაობენ და შესაბამისად შემდგომ უკვე ბრუნდებიან და თანხით და ამიმით რაღაც 3-4 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ეს ახლა ნახეთ თითქმის სასომხეთის ეკონომიკის 80% მიმული არის რუსეთზე, ხო? აი როდესაც უკვე შენ ქვეყნის პირველი პირი, პრემიერი ამ საწინააღმდეგო ნაბიჯს დგამ და ესაც მე ვთქვი ახლა ამას აფუჭებ და შენ ხალხს ჭრი იმ ტოც რომელი ტოცის და ზის შენი ხალხი ხო ამ შემთხვევაში სომეხი ხალხი რას აკეთებს რატომ არის დღეს სომეხი ხალხი რომ ამას ყველაფერს შეწყნარად უყურებს და პაშენიანი რომელიც დღეს დარბის ქუჩებში საარშინო კამპანიას ატარებს და იქ სხვანაირად ხვდება ეს ხალხი გაიგეთ აშია საქმე და არა იმით რომ ისინი ის პაღურისცემით გამოდენენ იქიდან შეხვედრებიდან საქმეც იმაშია რომ რეპრესიული მანქანა არის ჩართული
თავარი ოპოზიციონერი მილიარდერი კარაპეტიანი ციხეში ის კარგი ხანია. ფაშინიანმა როგორც ვიცით, კიდევ დიდი იარიში მიიტანა ესე იგი სომხეთის ეკლესიაზე და ესე იგი ძალიან დიდ მას ახორციელებს ოპოზიციური ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აი მის ასეთ კურსს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, ძალიან დიდ რეპრესიებში არის ეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები მოქცეული. მაგრამ ახლა 7-ში რომ იქნება არჩევნები, ეს გვანახებს. ახლა 7 იმაში არის, ხო, ივნის, ხო? და ახლა იქნება. 7 ივნის, 7 ივნის არის ახლა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ახლა ვნახავთ როგორ იქნება, მაგრამ მე ანუ ახლა სადღაც 4 დღეში. ხო, კვირის ბოლო, ხო, კვირის ბოლოს და ჩემი აზრით ახლა მე არ ამგონია რომ ფაშინიანმა წააგოს. იმიტომ რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი და აი ეს დაშინების და ეს პოლიტიკა, რა ვიცი, ძალიან იქნება სენსაცია თუ რომ მაგან წააგოს და ოპოზიციურმა ძალებმა მოიგონ. სენსაცია იქნება, მე ასე ვთვლი. ხომ შეიძლება მოხდეს ისე რაც მოხდა ჩვენთან საქართველოში შესაძლებელია მაიდანის 2012 წელს ესე ხალხმა პირდაპირ ვერს რეპრესიულ მანქანებაში შეაჩერა და ვერაფერი ვერ შეაშინა და გამოვიდნენ და დაუსვეს ბეჭდის სააკაშვილის რეჟიმს. იგივე რეჟიმი ახლა ეს უკვე დამოკიდებული არის მათი ესე იგი ამ პოლიტიკური ძალების შემართებაზე, მათ ორგანიზაციულ და მათ გაბედულებაზე და გაბედულების შემართებაზე. ხალხის აქტიურობაზე. ხალხის აქტიურობა ეს არის ამაზე დამოკიდებული. თუ სომეხ მე ყოველთვის ვამბობდი, თუ სომეხ ხალხს უნდა რომ თავისი სახელმწიფო განვითარდეს და თავისი სახელმწიფო ჰქონდეთ, ის რუსეთის გარეშე ეს სახელმწიფო გაქრება. როგორც რუსეთმა თავის დროზე 100 წლის უკან შექმნა სომხეთის სახელმწიფო, სომხებს შეუქმნა სახელმწიფო კავკასიაში, ისე რუსეთი თუ იქნება არჩევანის წინაშე დადებული, დამდგარი, რუსეთი უკან მიუხედავად გაუქმებს ამ სახელმწიფოს და სომხებს თავიანთ სახელმწიფოს და ამისათვის მას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. იმიტომ რომ მთლიანად არის მოქცეული, ესე იგი ჩვენთან ახლა საქართველოსთან გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩვენს ეს გვაქვს რა თქმა უნდა კარგი ურთიერთობა, მეზობლური ურთიერთობა. ჩვენ ტრადიციულად მოგზდავს სომხებთან კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობები, მაგრამ ამ საკითხში, რაც შეეხება უკვე გეოპოლიტიკური საკითხები, გეოპოლიტიკური ესე იგი თამაში არის ძალიან კაცრი, მით უმეტეს ახლა ჩვენ რომ ხედავთ, იმიტომ რომ ესე იგი დასავლეთის გარკვეული ძალები პროფაშისტური ძალები, ხო? ესე იგი ყველანაირად ცდილობენ რუსეთის გასვლა ამ კალზე, ესე იგი დესტაბილიზაცია მოახდინონ მთლიანად ამ რუსეთის საზღვრებზე, საზღვრების ირგვლივ. მოახდინონ დესტაბილიზაცია, რომ იქ არავითარი იმ ქვეყნებში არავითარი განვითარება კი არა, იყოს სულ ომებისა და დაპირისპირებების ზონა. აი ეს არის მათი მთავარი მიზანი საერთო ჯამში. შესაძლებელია მე კიდევ ერთს ვიტყვი თავარ პოსტულატს, რომელსაც ქართული საზოგადოება რატომღაც ყურადღებას არ აქცევს. შესაძლებელია არის ის, რომ დასავლეთს დღეს არ აწყობდეს რუსეთის განადგურება, დაშლა, როგორცაც ეს ერთიანი სახელმწიფოს. მაგრამ მას აწყობს ის, რომ რუსეთი არ განვითარდეს და მის ირგვლივ ყოველთვის იყოს დესტაბილიზაციის საომარი კერები. და უკრაინის გარდა ახლა ჩვენ რო აღვნიშნეთ უკვე ისინი 30 წლამდე უნდათ რომ ესე იგი უკრაინა მიომონ, მერე ჩვენ ჩავერთებით ომში. აი ასეთ უნდათ ახლა საქართველოში არ გამოვიდეთ კავკასიაში, საქართველოს სახით არ გამოვიდეთ და ახლა ფსონი არის დადებული სომხეთის რესპუბლიკაზე. და ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაში. ბატონო შმაგი, ნუ ახლა ნახეთ ცდელობა იყო ყოველთვის დასავლეთის მხრიდან რომ საქართველოს ჩაეთრიათ ამ საშინელ და ამ ბინძურ ავანტიურაში, რაც დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში. ეს თავისუფლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ყველამ კარგად იცის და ნურავის ნუეცდება რომ რაღაც თვალში ნაცარიში აღარ უნდა თითქოს და ეს ყველაფერი რაც ხდება უკრაინაში რუსეთის ინიციატივა არ იყო, ეს რუსეთის ინიციატივა. ეს საფრთხეები იყო. აი ზულეს რუსეთი მე გაიგეთ. აი რა თქმა უნდა, ახლა ხედავ რომ მოდის ჩემგან განადგუროთ ვიღაცა და იმას ახლა მე ასე ყვავილები დავთ, რომ მოდი და გამანადგურეთ. ესე ხო არ არის კაცო, ხო, მაგრამ დაასწრო რუსეთმა იმას რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომელსაც უნდა დაეწყო სამხედრო ავანტიურა
არტუა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთმა დაასუსტა ამის ლოკალიზება სახთეს ნელ-ნელა ეტაპობრივად, ხო? ახლა ის არ გამოუვიდათ რომ საქართველოს მე ასევე გეგმაში იყო ბელორუსიაში გაიხსნათ ჩვენ გვახსოვს იქ ტიხანოვსკაია მოიყვანეს რაღაც ქალი რომელიც ახლა შეფუთული ყავთ იქავთ თავისა და პირდაპირ მიცეს პრეზიდენტის მოწვევა მიცეს რომ შენ პრეზიდენტი ხარ უკრაინის იმისო ბელორუსიისო ჩაუვარდათ ბელორუსიის გეგმა ჩაუვარდათ და ლუკაშენკო მაგრად დადგა და გვახსოვს რომ გამოვიდა შვილთან ერთად ის ქუჩაში ავტომატით და პირდაპირ სპეცსაზე მეთან ეს მაიდანშიკები და ეს რევოლუციონერები გააქრეს განეიტარეს ლოკალიზება მოახდინეს საპროცესების ყველაფერს ხო საქართველოში დღემდე მიდის ამის მცდელობა დღემდე არის ის რომ როგორმე ჩვენთან აი ესე რაღაცნაირად მოახერხონ და ის გეგმა რომელიც გეგმის საფუძველიც უნდა აენთოს კერები საქართველოში რუსეთის საზღვართან ახლოს ამას დღემდე ცდილობენ და დღემდე ამის ცდილობა არის ხო აგერ ახლა უკვე სასომხეთი უკვე ფაშინიანი გააქტიურეს სამიმართულებით ხო ამ დროს რუსეთი რას აკეთებს რუსეთმა ჩართო თელი თავისი ესე იგი რომ იტყვის სისტემური მანქანა რუსეთმა ამოქმედა თავისი მთელი სამხედრო მრეწველობა მოახდინა მთელი თავისი შეერაღების ტექნიკის მოდერნიზება ამავდროულად კოსმოსური ძალები გადააიარაღა თავიდან ბოლომდე და ჩვენ ამას ვხედავთ აგერ უყურებთ თუ რა ტიპის რაკეტებს იყენებს ახლა რუსეთი იმ საუბარი მოქმედებების ზონაში უკრაინაში სადაც მიმდინარეობს დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციები ამავდროულად არის ზუსტი დარტყმები საცეცხლე წერტილებზე ზუსტი არ არის თომილება არც ეს შემთხვევაში როგორც ესენი აკეთებენ უკრაინელები და ბომბავენ იმას საერთო საცხოვრებელს მოსახლეობას კლავენ ასე ახდება რუსეთის მხრიდან პირდაპირ სარაკეტო დარტყმები მიმდინარეობს იმ ობიექტებზე იმ საწარმოებზე რომლის საფუძველზეც ხდება უკრაინის ფაშისტური ძალების მომარაგება და მისი გაძლიერება ხო რამდენად ეხლა დაუშვათ მოხდეს ეს რომ მართლა ამერიკელებმა განახორციელეს თავისი გეგმა და აი ეს სასომხეთი და საქართველოს ჩაედგნენ ამ ავანტურაში ხო ჩვენ არ ვიცით დღეს თავრობის ჩვენი ხელისუფლების გამძლეობა რამდენხან გაუძლებს ხო რამდენი ხანია უძლებს ხო მაგრამ გაექნება ბოლომდე ის რესურსი რომ გაუძლოს ხელისუფლებამ აი ამ პროცესებს და არ მოხდეს ჩათრეული ამ ავანტურაში რომელიც ავანტურასაც ამერიკის შეერთებული შტატები ავანტურის გახორციელებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გაუძლებს ხელისუფლებას ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ თუ ახლა არჩევნებში და სომხეთში უკვე ამერიკის შეერთებულმა ძალებმა მთლიანად მოიდგეს ფეხი და განახორციელეს ის გეგმები რაც მათ აქვს დასახული ახალი საომარიგო კერის შექმნის მიმართებაში მაშინ აუცილებლად დადგება მარტო არმენიის საკითხი არა აუცილებლად დადგება საქართველოს საკითხი საქართველოს ხელისუფლებაზე მოხდება ძალიან დიდი ზეგავლენა, ძალიან დიდი ზეწოლა, უფრო მეტი ზეწოლა ვიდრე შეიძლება აქამდე იყოს. უფრო მეტი ზეწოლა მოხდება და ნახოთ, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ხელისუფლება ამას გაუძლებს. არ გააკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება შესაძლებელი არის ახლა ჩვენ ახლა ეს ყველაფერი არის რუსეთზე დამოკიდებული. რუსეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები და ექსპერტები კრემლთან დაახლოებული და იმენა კრემლის ესე იგი ექსპერტებიც უკვე ღიად ამბობენ. ჩვენ ესე იგი პროცესებს ვცდილობთ არ ვმართოთო. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. ხო, მაგრამ ამ დაკვირვებაში კაცო აგერ ამ დაკვირვებაში უკვე ისინი ხედავენ აკეთებენ ისეთ დასკვნებს, ვინ როგორ რანაირ ნაბიჯებს აკეთებს. და აი ჩვენ ჯერ ხელს არავის არ უჩლით, ეს უკვე განაცხადეს, ამას ამბობენ. და პირდაპირ პუტინმა მოუწოდა მედვედევის მიბრძანდით ევროკავშირში, მაგრამ ძვირი დაგიჯდებათო, აფრთხილებს. მიბრძანდით ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ, მიბრძანდით ევროკავშირში. მაგრამ ჩვენ ნახოთ მე როგორ ეკეთება $170 გაზი. ძიან ხო, ძვირად დაგიჯდებათო. და აი ასეთი მიდის ესე იგი მიმართულება. რუსეთი არ არის აქტიური. ეს მე სპეციალურად ძალიან მაინტერესებდა და ვიყავი შეცდომებული ერთი პერიოდი, რატომ არის რუსეთი კავკასიის მიმართ ასეთი ნეიტრალური, აი ესე ვითომ თვითდინებაზე ყავს მიშვებული. დაწყებული ბაქო, ერევანი, თბილისი. თვითდინებაზე ყავს მიშვებული, უკვე კარგი ხანია და ამ საკითხს რომ საფუძვლიანად რომ დავიწყე შესწავლა, აქ აღმოაჩინე კრემლის სტრატეგია.
რომ კრემლი არავითარ შემთხვევაში არ აკეთებს ფორსირებას, ის არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა მას, ეს არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, სხვა ყველანაირი თვალსაზრისით მას შეეძლო გაეკეთებინა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ასე შემდეგ, ის ფორსირებას არ აკეთებს კავკასიაში. ეს არის მათი სტრატეგია, ესე იგი ეტყობა პრიმაკოვის დროიდან, ცნობილი ევგენი პრიმაკოვის სკოლის დროიდან, ეს მიიღეს მაშინ გადაწყვეტილება, რომ კავკასიაში ჯერ ჩვენ არ ჩავერევით. ესე იგი მაქსიმალურად ესე იგი არ ჩავერევით საქმეების და ესე იგი მოვლენების ფორსირებას არ განვახორციელებთ, ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ სხვა დიდი საკითხები გასაკეთებელი, მოსაგვარებელი, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის დეკოლონიზაციის ესე იგი ანუ შიდაწმენდა. შიდაწმენდა დასავლეთის კოლონიალიზმიდან თავის დაძვრენა, იმიტომ რომ კოლონია იყო რუსეთი, როგორც ჩვენ მთელი საბჭოთა სივრცე დასავლეთის ამერიკასის იმპერიალიზმის, ამერიკელების კოლონია იყო და რუსეთმა თავი დაიძვრინა, იზვრენს ახლა კიდევ, მაგრამ ბოლომდე კიდევ ეს პროცესი არ არის დამთავრებული და ამიტომ აქედან გამომდინარე, ესე იგი იმიტომ არ აკეთებს ის არ დგავს, ესე იგი შესაბამის ფორსირებულ ნაბიჯებს კავკასიაში. ის უბრალოდ უკვირდება მოვლენებს და შემდეგ ალბათ დადგება ის დროც, როდესაც ისინი უკვე აქტიურ ესე იგი ფაზაში გადავლიან, აქტიური მოქმედების ფაზაში გადავლიან. აი აგერ აქტიური არის უკვე უკრაინის მაგალითი. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ახსენეთ იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე თავისთავადია საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს რაღაც გარკვეული პოზიციების შეცვლა. ნუ შეცვლა იქნება ძალიან დიდი იქნება, ნუ ახლა რა თქმა უნდა, იყო დაუშვათ ორი მხრიდან ესენი შემოტევები, გასწრება მესამე მხარე აგერ, ხო? ეს ახლა ამათთვის ეს ანუ ამათ ეს საქართველოს ხელისუფლებას დღეობით თუ სწორად უჭირავს, სტორიკურსი უჭირავს და ის თუ ცდილობს დღეს თავი დაეხსნას დასავლური ზეგავლენისაგან და განთავისუფლდეს ბოლომდე, რომელიც ჯერ არ არიან განთავისუფლებულები, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები ჯერ ისეთი რამეები ხდება ჩვენ ქვეყანაში, ეს არ არის მათი ეს არ არის მათი გადალაგდა ურთიერთობა უკვე ალაგებენ. არა, ეს არ არის მათი ხელწერა და ჩანს რომ აქ უკვე რაღაც გარკვეული ზეწოლები არის დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებასთან მიმართებაში, ხო? მაგრამ თუ ფაშინიანმა გაიმარჯვა, უკვე აქ ზეწოლები უკვე გააქტიურდება და უფრო მეტი ზეწოლები წავა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ამას შესაბამისად, თუ ხელისუფლება მართლაც ცდილობს, რომ ბოლომდე თავი დაეზრუნოს აი ამ დასავლური ოკუპაციისაგან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით დღეს, ხო? მას არ უნდა აწყობდეს დღეს, რომ ფაშინიანის გამარჯვება არ უნდა აწყობდეს. ლოგიკურად ასე არის. ლოგიკურად ასეა, იმიტომ რომ ფაშინიანის გამარჯვება და ამერიკის და დასავლეთის პოზიციების გამაგრება და ანტირუსული, ესე იგი სომხეთის გადაქცევა ანტირუსულ და ანტიირანულ პლაცდარმად, ეს არის ძალიან დიდი სახიფათო გზა. იმიტომ რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს საომარი მოქმედებებს აქეთ გადმოტანას. და ამიტომ ძალიან, ესე იგი ფილიგრანულად უნდა ითამაშოს ჩვენმა ხელისუფლებამ. აუცილებელი ამერიკელებთან ურთიერთობის დამყარება, რომელიც ახლა კეთდება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული, რაღაც გარიგებები მიდის, შეთანხმებები მიდის გარკვეული, მაგრამ აი ასე დიდ გეოპოლიტიკურ თამაში ძალიან დიდი ფილიგრანული ქმედებები არის საჭირო და აი ეს რომელსაც ახლა აქამდე აკეთებდა, ეს არის გასაგრძებელი. რამდენად ესე იგი გამოვუვათ, რამდენად ეს გამოვა, ამას გვაჩვენებს მომავალი. ერთი კიდევ მინდა მომენტი, ესე იგი აი დეკოლონიზაციას დაკავშირებით. გუშინ რუსეთში მე მინდა შევახსენოთ როგორი ძალები მოქმედებენ. გუშინ რუსეთში სპეციალურმა სამსახურებმა გახსნეს ესე იგი დიდი ესე იგი ოპერაცია, რომელიც დასავლეთს ჰქონდა თურმე გაკეთებული, ესე იგი ყველა სახელმწიფო მოსამსახურების მობილური ტელეფონები ისმინებოდა თურმე ყველასი. ვინც ესე იგი სახელმწიფო სტრუქტურებში რუსეთში სახელმწიფო მოსამსახურების ესე იგი ტელეფონები ისმინებდა სპეციალური ყოფილა თურმე გაშვებული ვირუსი, რომელიც კაროჩე წლების განმავლობაში ისმინებოდა თურმე დასავლეთის მიმართ. აი ჩვენ უნდა აი ამ მაგალითზე უკვე ეს გაიშიფრა გუშინ გამოცხადდა ამის შესახებ და ესე იგი ყველა უკვე სამხედრო ესე იგი სახელმწიფო მოსამსახურებს სამხედროებს და სახელმწიფო ესე თურმე მობილური ტელეფონი ისმინებოდა ყველანი ესე იგი დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ. და ამიტომ ეს ფაქტი მე იმიტომ მინდა რომ ესე იგი ფსონი არის ძალიან დიდი
გეოპოლიტიკური ესე იგი დაჯახება რომ მიმდინარეობს ახლა ამაზე არის ძალიან დიდი ფსონი და იმედი მაქვს და ჩვენც იმედს უნდა გამოვხატოთ და უფალს უნდა შევევედოთ რომ საქართველოს რამენაირად ძალიან დიდი მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ დაჯახებიდან. კარგით, ბატონო შპაგი, ჩვენი დრო ამოიწურა თვითონ ელემაღურებლებო როგორც მავანი და მავანი ამბობს და აცხადებს რომ თითქოს და რუსეთი სუსტება და იგრევა და იშლება ფაქტი სახეზე არის რუსეთს არსად აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც ერთი მხრიდან. პირიქით, რუსეთი ძლიერდება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად თვალსაზრისითაც. აგერ ბატონო შვაგი მბრძანა ეხლა კიდევ რომ იქ მართ ასეც იქნებოდა დასავლური სპეცსამსახურები აწარმოებდნენ ყველა ესე იგი სახელმწიფო სამსახურის სატელეფონო მოსმენებს, ხო? ისიც ასე ამის ის მოახდინეს აღკვეთას მოახდინეს, ხო? ასე რომ ნუესტები თულა და ამ ყალ პროპაგანდებს თავი დაანებეთ და იმის ნაცვლად ჩვენ როგორმე რაღაცნაირად დავლაგდეთ და დალაგებულად და დალაგებული გზებით ვიაროთ და ურთიერთობები აღდგეს რუსეთთან და სამაჩაბლო და აფხაზეთთან მიმართებაში დავიწყოთ დიალოგები, ხო? თავი დაანებეთ მსგავს ავანტურისტულ განცხადებებს და რაღაც იმ პროპაგანდებს, რომელიც თქვენი პროპაგანდის საფუძველზეც არწმუნებთ ხალხს, რომ ვითომ რუსეთი დაინგრა და დაიშალა. არავინ არსად არ დაანგრეულა და არავინ არსად არ დაშლილა, პირიქით რუსეთი ძლიერდება. მადლობთ თვითონ ელემაღრებლებო რომ გიყურებთ. კარგად ვადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.